საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით, ჩემო პატარებო. კვლავ გავაგრძელოთ ანბანის შესწავლა. ჩვენ წინა გაკვეთილზე შევისწავლეთ ასობგერა წ. დღეს ვსწავლობთ ასობგერა ქ-ს. ქ ანბანის რიგის მიხედვით 22-ია და მას ანბანში სახელწოდება აქვს. მისი სახელწოდებაა ქანი. ქანი ანბანის ქებაა. ქარბუქია და ქნარია. ფარველობს ქართულ ასოებს და დაქრის როგორც ქარია. აი ასეთი ლამაზი სიტყვები დაუწერეს ასობგერა ქ-ს. დავამაგრებ ასობგერა ქ-ს, რომ კარგად დაინახოთ და თქვენც უნდა მოძებნოთ თქვენს მოძრავ ანბანში ქ ასობგერა. ეხლა მოდით ქ ასობგერაზე დაწყებული და შემცველი სიტყვები, ქ ასობგერის შემცველი სიტყვები დავასახელოთ. ერთმარცვლიანი, ორმარცვლიანი, სამარცვლიანი, ხო? მოვიფიქროთ. ერთმარცვლიანი სიტყვა შეიძლება იყოს ქვა. ერთი ხმოვანია და ამიტომაც ის ერთმარცვლიანია. მაგალითად ქნა. აი რაღაცა ქნა, რაღაცა გააკეთა, ხო? სიტყვა არსებობს ასეთი. ორმარცვლიანი სიტყვა შეიძლება იყოს მაგალითად ქორი, კაცებელი ფრინველი, ხო? ქორი, ქუდი, ორმარცვლიანი. სამარცვლიანი სიტყვის დასახელებად შეიძლება აი მაგალითად ქოქოსი. ქოქოსი ხომ იცით რაც არის? ტროპიკული ხილია, ხო? ძალიან გემრიელი. სამმარცვლიანია ქოქოსი, ასევე ქართველი, ესეც ქ ასობგერით იწყება და ძალიან ბევრი სიტყვების მოფიქრება შეიძლება. კარგით, ეხლა მინდა მოისმინოთ ერთი ლექსი, რომელშიც ისეთი სიტყვა შეგხვდებათ, რომელიც ქ ასობგერით იწყება. და კარგად დაუკვირდით ამ ლექსის სტრიქონებს და თქვენ გამოიცანით, რომელი სიტყვაა ეს. წვიმს გარეთ და ასველებს, არემარეს, თას და ბარს. ჭრელა ჭრულა ქოლგებით, უნდა გავუფრთხილდეთ თავს. აბა რომელი სიტყვა შეგხვდათ, რომელიც ქ ასობგერით იწყება? დიახ, ეს იყო სიტყვა ქოლგებით. ქოლგა იცით რა არის ბავშვებო? არის საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელიც გამოიყენება წვიმის დროს. თავზე ვიფარებთ, რომ წვიმა არ დაგვასველოს. ქოლგა არა მარტო წვიმის დროს გამოიყენება, არსებობს მზისგან დამცავი ქოლგებიც, რომელიც ნაჭრის არის არა და მზისგანაც გვიცავს. ახლა კი მაგნიტური ასოებით ავაწყოთ სიტყვა ქოლგა. თქვენი მოძრავი ანბანით შეგიძლიათ ააწყოთ ეს სიტყვა. პირველი მარცვალი გვესმის ქოლ. დავწეროთ ქოლ. ნახეთ. ქოლ. მეორე მარცვალი არის გა. მივიღეთ სიტყვა ქოლგა. ამ სიტყვაში ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ასობგერები და სიტყვამ შეიძლება შეიცვალოს მნიშვნელობა. აი მაგალითად თუ ავიღებთ ჩვენ ქ ასობგერას, რომელსაც დღეს ჩვენ ვსწავლობთ და მის მაგივრად დავდებთ ვ ასობგერას, დააკვირდით? მივიღებთ სიტყვას ვოლგა. ვოლგა მანქანის მარკის სახელწოდებაა, ხო? და მდინარის სახელწოდებაც არის მდინარე ვოლგა. კარგი. ჩვენ კიდევ შეგვიძლია შევცვალოთ, აი ვ ავიღოთ, ისევ შევცვალოთ ვ ასობგერა და დავდოთ ფ ასობგერა. მივიღეთ სიტყვა ფოლგა. ფოლგა იცით რა არის ბავშვებო? არის აი ეს განზრახ დამზადებული ქაღალდი, რომელშიც ძალიან დიდხანს და სასარგებლოდ ინახება პროდუქტი. ანუ არ ფუჭდება დიდი ხნის განმავლობაში და საყოფაცხოვრებოდ მას მზარეულები, დიასახლისები ხშირად იყენებენ ხოლმე. კარგით. ეხლა მოდით აი ამ სიტყვაზე არის აგებული ჩვენი დღევანდელი ტექსტი და ჩვენი დღევანდელი ტექსტი წავიკითხოთ. აბა დააკვირდით კარგად პლაკატს. აი ზუსტად ის ქოლგა ხატია აქ, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ხო? ძალიან ლამაზია. და წერია სიტყვა ქოლგა. ანუ სრულად ვკითხულობთ სიტყვას ქოლგა. შემდეგ დავმარცვლავთ ქოლგა. შემდეგ ასობგერება წავიკითხოთ ქ
ოლგა. ასობგერა ქ. გავაგრძელოთ სიტყვების კითხვა დამარცვლით. ქუდი. კამარი. ქოთანი. ქალაქი. ქაღალდი. ფანქარი. აკლემი. ტრაქტორი. ქვა. აბა ეხლა ამ დამარცვლილი სიტყვებიდან გამოვიცნოთ რომელია ორმარცვლიანი სიტყვები. დიახ, ქუდი. კიდევ? მეტი არ არის. აბა რომელია სამმარცვლიანი სიტყვები? კამარი. და რომელ მარცვალშია ქ ასობგერა? პირველ მარცვალში. ასევე ქოთანი. აქაც პირველ მარცვალშია ქ ასობგერა. ქალაქი. ნახეთ, აქ პირველ მარცვალშიც არის და მესამე მარცვალშიც მონაწილეობს ქ ასობგერა. ქაღალდი. აქაც პირველ მარცვალშია ქ ასობგერა. აი, შემდეგი სიტყვა ფანქარი. აქ მეორე მარცვალში გვხვდება ჩვენ ქ ასობგერა. ისევ სამმარცვლიანი სიტყვა აკლემი. აქ პირველ მარცვალში შეგვხვდა ქ. ტრაქტორი. აქაც პირველ მარცვალში შეგვხვდა ჩვენ ქ ასობგერა. აი, რამდენი სამმარცვლიანი სიტყვებია, რომელიც ქ ასობგერა შეიცავს. ხო, აი სიტყვაში ქვა არის ერთი მარცვალი და პირველი ასობგერა არის ქ ასობგერა. სულ სამი ასობგერისგან შედგება. კარგი, გავაგრძელოთ მოდით წინადადებების კითხვით. დავიწყოთ. ტრაქტორით ხნავენ. აი, ორ სიტყვიანი წინადადებაა. ბათუმი ზღვისპირა ქალაქია. ბათუმი ზღვისპირა ქალაქია. აქ ქ ასობგერა შეგვხვდა მესამე სიტყვაში, თანაც ორი. გავაგრძელოთ კითხვა. ქეთო საქანელაზე ქანაობს. ქეთო საქანელაზე ქანაობს. ამ წინადადებაში, სამსიტყვიან წინადადებაში, სამი ქ ასობგერა შეგვხვდა ყველა სიტყვაში. ქეთოშიც, საქანელაზე და ქანაობს. ყველა სიტყვაში მონაწილეობს ქ ასობგერა. გავაგრძელოთ კითხვა. ქათამი ქანდარაზე ზის. ქათამი ქანდარაზე ზის. ქანდარა არის მაღლა გადებული ჯოხი, ხო? და ქათამ სიმაღლეზე უყვარს დაჯდომა და დაძინება, ხო? ქათამი ქანდარაზე ზის. აქ პირველ სიტყვაში და მეორე სიტყვაში მონაწილეობს და აკვირდით კარგად ქ ასობგერა. გავაგრძელოთ ახლა კითხვა. ქარი ქრის. აი, ორ სიტყვიანი წინადადება და ორივე სიტყვაში მონაწილეობს ქ ასობგერა. შემდეგ, ბაღში ქლიავი დამწიფდა. ბაღში ქლიავი დამწიფდა. ამ სამსიტყვიან წინადადებაში მეორე სიტყვაში შეგვხვდა ქ ასობგერა. შემდეგია ქორიდა ძერა ტაცებელი ფრინველები არიან. რამდენი სიტყვიანი წინადადება ეს? ეს არის 5 სიტყვიანი წინადადება. უკაცრავად 6 სიტყვიანი, აი დაარჩა გვითვლია 1, 2, 3, 4, 5, 6 სიტყვიანი და რომელ სიტყვაშია ქ ასობგერა? პირველ სიტყვაშია ქ ასობგერა, სიტყვაში ქორი. გავაგრძელოთ კითხვა. მელა ქათამს ეპარება. მელა ქათამს ეპარება. ამ სამსიტყვიან წინადადებაში მეორე სიტყვაშია ასობგერა ქ. გავაგრძელოთ კითხვა. აკლემის ნაშიერს კოზაკს ეძახიან. აქაც შეცდომაა ბავშვებო, ჩაბეჭდილში აქ უნდა იყოს ზ-ს მაგივრად ძ. და თქვენ წაკითხვის დროს
არ შეცდეთ და ზს მაგივრად წაიკითხეთ ძ. აი აქ. მაშასადამე აქლემის ნაშიერს კოზაკს ეძახიან. ეს 4 სიტყვიანი წინადადებაა და პირველ სიტყვაში არის ქ ასო ბგერა. მაშ აქლემის შვილს კოზაკი ჰქვია ისევე როგორც ცხენიშვილს კვიცი ჰქვია, ხო? და ასე შემდეგ. ზაქი კამეჩის შვილია. ზაქი არის პირველი სიტყვაში შეგხვდა ქ ასო ბგერა და კამეჩის შვილია, აქ ქ ასო ბგერა არ მონაწილეობს. მას კამეჩის ნაშიერს ქვია ზაქი. ეს დავიმახსოვროთ კარგით. ეხლა მოდი გადავიდეთ სურათების სახელწოდებების წარმოთქმაში. აი ეს პირველი სიტყვა სურათი არის ქუდი. დააკვირდით კარგად? ქუდი. ქუდი თავზე დასახური ტანსაცმელია, ხო? ქუდი დავმარცლოთ. ქუდი ორი მარცვლისგან შედგება და პირველ მარცვალშია ასობგერა ქ. შემდეგ მოდის ქამარი. აი ნახეთ, ქამარიც ტანსაცმლისთვის განკუთვნილი აქსესუარია, ხო? მოდი ახლა დავმარცლოთ სიტყვა ქამარი. ქამარი. სამმარცვლიანია ეს სიტყვა და პირველ მარცვალში გვხვდება აქაც ასობგერა ქ. შემდეგი სურათი არის, ეს არის მანქანა. დავმარცლოთ მანქანა, მანქანა. სამმარცვლიანია სიტყვა მანქანა და ქ ასობგერა შეგვხვდა მეორე მარცვალში. შემდეგ მოდის აი ესეთი ტრაქტორი. აი ზუსტად ჩვენ ტექსტში შევხვდა ტრაქტორით მიწას ხნავენ. აი ზუსტად ეს ის მოწყობილობა, ის ტრაქტორია, რომლითაც იხსნება მიწა. მოდი დავმარცლოთ სიტყვა ტრაქტორი. ტრაქტორი. აქაც ქ ასობგერა მონაწილეობს პირველ მარცვალში. ეხლა გადავიდეთ შემდეგ სურათზე. ეს არის ქოთანი. თიხის ქოთანი. მოდი დავმარცლოთ სიტყვა ქოთანი. ქოთანი. სამმარცვლიანია ეს სიტყვა და პირველ მარცვალში შეგვხვდა ქ ასობგერა. შემდეგ მოდის ქაღალდი. ნახეთ? ბევრი ქაღალდებია ერთად. ქაღალდი. ესეც სამმარცვლიანია და პირველ მარცვალში გვხვდება ქ ასობგერა. შემდეგ მოდის ფანქარი. ნახეთ, აქ ფანქრებია ბევრი, მაგრამ ჩვენ წავიკითხოთ როგორც ერთი ფანქარი. 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 მეორე მარცვალში გვხვდება ჩვენ ქ ასობგერა. და ბოლოს არის, აი ეს არის ფიფქი. ფიფქი, იცით რაც არის ხო? თოვლი როცა მოდის, ფიფქების სახით მოდის მიწაზე თოვლი. დავმარცლოთ მოდით ფიფქი. ფიფქი ორმარცვლიანია და მეორე მარცვალშია ქ ასობგერა. კარგით. ეხლა ჩვენ დავაკვირდეთ აი ამ წინადადებას და წავიკითხოთ. თქვენც წაიკითხეთ ჩემთან ერთად. ქორმა წილა წაიღო. ეს წინადადება, როგორც ხედავთ, არის სამ სიტყვიანი. პირველი სიტყვაა ქორმა, მეორე სიტყვა წიწილა, მესამე სიტყვა წაიღო. ქ ასობგერა რომელ სიტყვაში შეგვხვდა ბავშვებო? პირველ სიტყვაში ქორმა. აი აქ. კარგით, მოდით ახლა ვისწავლოთ თუ როგორ ჩავწეროთ ასობგერა და წინადადება უჯრებში. აბა კარგად დააკვირდით ჩემი ხელის მოძრაობას. ასობგერა ქ იწყება მთავარი უჯრის მაღლითა უჯრიდან. აი აქედან ბავშვებო. დააკვირდით კარგად. ჩამოვდივართ სწორ ხაზს. მთავარ უჯრას ჩამოვწდებით და ჩამოვდივართ დაბლა, მოვამრგვალებთ რკალისებურად და მთავარ უჯრაში გავუკეთებთ აი ასეთ რკალს. ხო? აი ესეთი არის ქ. კიდევ ერთხელ დავწერ, დააკვირდით ჩემი ხელის მოძრაობას. მაშასადამე სწორი ხაზი მოვამრგვალეთ და გავუკეთეთ აი ასეთი თავი. აი ასე იწერება ასობგერა ქ. მოდით ახლა ჩვენი ტექსტიდან ავარჩიოთ მარტივი წინადადება, მოკლე წინადადება, რომელშიც ქ ასობგერა უხვად არის, ხო? ასეთი წინადადება შეიძლება ავიღოთ ასეთი: ქარი ქრის.
ყველაზე მოკლე წინადადებაა და დავწეროთ. პირველი სიტყვა გვესმის ქარი. მოდი დავმარცხლოთ სიტყვა ქარი, ქარი და ასე დავწეროთ. მას გვესმის მარცვალი ქა, ქა და მეორე მარცვალი გვესმის რი. დავწერეთ სიტყვა ქარი, მეორე სიტყვა გვესმის ქრის. ქრის ერთმარცვლიანია. ორი უჯრა გამოვტოვოთ, რადგანაც ახალი სიტყვა იწყება. ქ რ ი და ს. გამოგვივიდა წინადადება ქარი ქრის. წინადადების ბოლოს კი აუცილებლად უნდა დავსვათ წერტილი. კარგით. იმედი მაქვს, რომ თქვენც ძალიან ლამაზად და კარგად დაწერთ და ივარჯიშებთ ბევრს წერაში. ეხლა სანამ დაგემშვიდობებოდეთ, ჩემო კარგებო, მინდა შემოგთავაზოთ ერთი ეს, რასაც მე გეტყვით, ეხლა შეიძლება ჩაითვალოს ანდაზადაც და ენის გასატეხადაც, რადგანაც აქ ბევრი კლასობგერა მონაწილეობს და თან ბრძნული ნათქვამია. ეს ანდაზა ენის გასატეხი კი ასე ჟღერს. ნაქურდალი ქურდის ქუდი ქურქსა ქუდად დაეხურაო. ნაქურდალი ქურქის ქუდი ქურცა ქუდად დაეხურაო. და რას ნიშნავს ახლა ეს ანდაზა, რომ ქურდი თუ მოიპარავს რაიმე ნივთს, ის ადრე თუ გვიან მაინც გამომჟღავნდება და ის მას არ შერჩება ბოლომდე. და ეს საქციელი მას შეარცხვენს ძალიან. თან ამ ანდაზაში ძალიან ბევრი ქლები მონაწილეობს და თუ სწრაფად იტყვით ამ ანდაზას, ის ენის გასატეხადაც შეიძლება ჩაითვალოს, რა თქმა უნდა. ეხლა ჩვენ სანამ დაგემშვიდობებოდეთ, მე მინდა შემოგთავაზოთ ერთი ძალიან საინტერესო დავალება. დავალება კი აი ასეთი სახით არის მოცემული დაფაზე. დააკვირდით კარგად. ჩვენთან წერია აქ ასეთი წინა ნაწილი, სიტყვის წინა ნაწილი. ეს არის ნაწილი ქართ. ეხლა თქვენ რა უნდა გააკეთოთ? აი ამ დამატებულ უჯრებში თითოეულში უნდა ჩაწეროთ ისეთი ასოები, რომ მიიღოთ სიტყვები. აი მაგალითად პირველ სიტყვას მე შეგისრულებ და დანარჩენი თქვენ თვითონ მოიფიქრეთ. აი სიტყვა ქართზე დაწყებული რამოდენიმე სიტყვის მოფიქრება შეიძლება. აი მაგალითად ქართ და 200 დავამატოთ, რომ მივიღოთ სიტყვა. აი მაგალითად ქართ ლ და ი. ეხლა მე ჩავწერ ამ ლს და ის, ნახეთ, აი მივიღებთ სიტყვას. ნახეთ, ქართლი. მივიღეთ სიტყვა ქართლი. აი ქართზე დაწყებული კიდევ რამოდენიმე სამი სიტყვა თქვენ გევალებათ რომ მოიფიქროთ, აი აქ ჩასვით ასოები ისე, რომ ეს სიტყვები იწყებოდეს აი ამ სიტყვის წინა ნაწილით. იმედი მაქვს, რომ ამის გაკეთება არ გაგიძნელდებათ. კარგით, ჩემო კარგებო, ეხლა სანამ დაგემშვიდობებოდეთ, შეგახსენებთ, რომ ჩვენ შემდეგ შევისწავლით ასობგერა ყს და ეხლა კი მინდა დაგემშვიდობოთ. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.